და ეს მშვიდობა დღეს ჩვენი. ანუ ის ადამიანი მოვიდა როგორც Deep State-ის წარმომადგენელი და გვითხრა ასეთი რამ. ჩვენს ქვეყანაში ნაღდად არ უჭირს ხალხს ისე რომ ფონდების დახმარება დასჭირდეთ. მოგესალმებით, მე თორნიკე ვარ, ეს კვირის გადახვევაა და გასული დღეების რეზონანსულ სიახლეებს უკვე ტრადიციულად თქვენთან ერთად შევაჯამებ. ეს კვირაც სხვა კვირებივით ომახიანად დაიწყეს ხოცებმა. ფონდები დააყადაღეს. ეგ ფონდებიო სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას აფინანსებდნენო. ერთ-ერთი ბრალდების ციტატა ასეთია. ეს ადამიანი იყო საქართველოს ნაციონალისტურ ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. მავნებლობდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ჯაშუშობდა უცხოეთის დაზვერვის სასარგებლოდ. განაჩენი პირადი ქონების კონფისკაცია და დახვრეტა. ხო არ გეცნობათ ისე ეს ტექსტი, დახვრეტის გამოკლებით. ახლა თქვენ ამ ციტატით ტიციან ტაბიძის ბრალის დადგენილებას უსმენდით. შვენიერია, დაყადაღდა ფონდები, ვეღარავის ჯარიმას ეგენი ვეღარ გადაიხდიან, ვეღარცეთ გაჭირვებულს კვებას, ჩაცმას ან სწავლას ვეღარ დაუფინანსებენ, ვერც წამლებს უყიდიან ხალხს. 4 შაბათობით არის ფასდაკლებები აფთიაქებში და თვითონ იყიდოს ხალხმა. სამაგიეროდ დასრულდება სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობა, შესუსტდება Deep State-ის გავლენა და ყველანი ერთად ამოვისუნთქებთ. ასე არ ჯობს? ჩვენს ქვეყანაში ნაღდად არ უჭირს ხალხს ისე რომ ფონდების დახმარება დასჭირდეთ. აგერ ამ კვირის ნიუსებში ამოვიკითხეთ, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში 2200 ლარს აჭარბებსო. ისე ზოგიერთმა შეიცხადა რანაირადო. აგიხსნით აგერ, ყველაფერი ჩემი ასახსნელი როგორაა. ესე იგი, საქართველოს პარლამენტარის ხელფასი არის 11500 ლარი და თქვენ თუ მხოლოდ 500 ლარს იღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ და პარლამენტარს საშუალოდ 6000 ლარი გაქვთ ხელფასი. რა ვერ გაიგეთ? ან რა გაქვთ ამის საწინააღმდეგო? ამ კვირის დასაწყისშივე გვამცნეს, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს 12 წელი მიუსაჯეს. საქმე ისაა, რომ მოსამართლემ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა, რომელსაც ნაცები იყენებდნენ ხოლმე და შემდეგ ოცნებამ ამოიღო პრაქტიკიდან. აქაო და არაკონსტიტუციური და არაადამიანური ნორმააო. სადღაც რაღაცამ გაბაგა ეტყობა, თორემ რანაირად მოხდა, რომ ხოცებმა ნაცების მიერ დანერგილი პრაქტიკა გადმოიღეს. რა უბედურებაა, კაცო, ყველაფერს ხო აქვს საზღვარი. ფარემ ნაცი მოსამართლეები და სპეცრაზმის ბოსები წამოიყვანათ თავისთან. კვირის გადახვევის უკვე რუბრიკად ქცეულ პიროვნებამდე, მამუკამ დინარაძემდეც მოვედით. ამჯერად ტაბულას დაუწუნა მამუკამ ვიზუალები. ეგ არის მდაბიობა, რა ფოტოებსაც ეგენი ადებენ ხოლმე ჩემზე ნიუსებსო. ტაბულამ მამუკამ დინარაძის ეს ციტატა ამ ფოტოთი გამოაქვეყნა. მოკლედ, ეს კრიტიკული ჟურნალისტები ხომ ძალიან აღიზიანებთ ხოცებს და ისიც გეცოდინებათ მედია ცენზურის ახალი კანონი რო შემოაქვთ, რომელსაც სხვადასხვა ბრუნვაში სულ ბრიტანულს უწოდებენ ხოლმე, ყურში კარგად რომ გაგვიჯდეს. ამჯერად ტაბულაზე გაბრაზებულმა მამუკამ მედია ცენზურის კანონზე ასეთი რამ თქვა. ეს ჩვენი ბრიტანული კანონი მედია საშუალებების სოციალურ ქსელებზეც უნდა გავრცელდესო. ბრიტანეთის ამდენ ძახილზე რა გამახსენდა, იცით? აი, Black Mirror-ის პირველი სერია თუ გაქვთ ნანახი. აი, ღორის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სცენაროვარი. გასულ კვირას გაგიკვირდებათ და ხაშურიც მოექცა ყურადღების ცენტრში. ხაშურის მერმა თენგის ჩიტიაშვილმა ადგილობრივი ტელევიზიის ივერიის ეთერში ასეთი რამ თქვა. ხაშურშიც გვექნება ეგრეთ წოდებული ბასლაინები. ერთი ზოლი იქნება გათვალისწინებული მაგისთვისო. ჯერ ავტობუსები არ გვაქვს, მაგრამ არაუშავსო. ასევე შეგვიძლია ფოთის სპორტში ავაშენოთ მაგალითად წყალქვეშა ნავის დოკი, ან საგარეჯოს უდაბნოში კოსმოსური შატლის გამშვები პოლიგონი. ყველაზე უიმედო ქოცურმა მედიამ, ტელეკომპანია იმედმა ცალკე პოსტით გვამცნო ასეთი რამ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის მოკლე აუდიენცია შედგაო. ანუ იმდენად უნდათ რომ ვინმე შეხვდეთ, აი ამ ფოტოს უწოდებენ აუდიენციას. აი ადრე რომ იყვნენ ხოლმე უბანში ტიპები, გოგო გამარჯობას რომ ეთყოდა და უკვე საკუთარ შეყვარებულად რომ აცხადებდნენ, მე მგონი ეგ ხალხი გაიზარდა და დღეს ქოცების პროპაგანდაში მუშაობენ.
სამწუხაროდ ჩვენს ყოველ გადაცემაში მოგვიწევს ალბათ საუბარი სინდისის პატიმრების უსამართლო პროცესების შესახებ. ეგეთ რეალობაში ვართ. ამ კვირას გამართულ პროცესებზე მოსამართლეებმა პატიმრების განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს და პროკურორებს ბრალდების უკეთ დასაბუთება მოსთხოვეს. ვიღაცას აერია ისევ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ჩაგვისვა სუფლიორში, ხალხო, რა გჭირთ? ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქართული ფეხბურთის წარმატებები მიმდინარე კვირას. ჯერ საკლუბო დონეზე გაიუწყინეს ჩვენმა ბიჭებმა, შემდეგ უკვე სანაკრებოს ჯერიც დადგა. განსაკუთრებით გამორჩეული კვირა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას. ლივერპულის ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხებას რომ თავი დავანებოთ, რა ხალხმა ჩამოართვა ხელი? ვირჯილ ვან დაიკმა, ალისონ ბეკერმა, მუჰამედ სალახმა, ირაკლი კობახიძემ. მოკლედ გილოცავთ საქართველოს ნაკრების სომხეთთან გამარჯვებას. დამაჯერებელ გამარჯვებას. ისე როგორ იქნებოდა ეს ამბავი ქოცებს საკუთარი პიარისთვის არ გამოეყენებინათ. გასახდელში ჩავიდნენ ფეხბურთელებთან. იქით იმედმა პოსტები გამოაცხო. მოკლედ ამ გამარჯვების შემდეგ სანიოლს არ მიუღია იმხელა კრედიტი, რამდენიც კალაძემ და კობახიძემ დაისაკუთრეს. კობახიძემ საერთოდ ასეთი პოსტი დადო. ეროვნული ნაკრების გერბზე წმინდა გიორგის ფერი შეუცვალა და ქოცების ბრენდინგზე დასვა. ისე არაა ცუდი იდეა. ალტერნატიული დროშაც ხომ არ შემოგვეღო, აი მაგალითად ასეთი. ან ჰიმნის ტექსტი რომ შეგვეცვალა და ეს მშვიდობა დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას. ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი ტრადიციული სტუმარი დონალდ ტრამპია, რომელთანაც ქოცების და რუსებიც ერთნაირი ტექნიკით ცდილობენ შეძრომას. Deep State-ს უხსენებენ რაც შეიძლება ხშირად. ხო და მოკლედ დონალდ ტრამპმა სენატორ ჯიმ რიშზე ასეთი რამ თქვა. ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ ოქროს კაცსო. შეგახსენეთ, რომ სწორედ სენატორი ჯიმ რიშია ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის ავტორი. ასევე მეგობარი აქტის მხარდამჭერი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს და მას კობახიძემ უკულტურო, ხოლო კალაძემ ცრუ უწოდა. აი, ასე წარმატებულად ალაგებენ ქოცები ტრამპთან ურთიერთობას. თუ არ გამოვა იტყვიან, ვერ დაამარცხა Deep State-იო და ეგა. აბა ჩემს შულს ხომ არ დავიძია? Deep State-ს რაც შეეხება, კობახიძემ და მისმა სტრატეგებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ასეთი ახალი ისტორია შეთხზეს და ძალად პრემიერს ათქმევინეს თავისი მისტიკური ხმით. ტრამპის მიერ დახურული ერთ-ერთი ფონდის წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა, რომ ის მესაუბრებოდა არა თავის, არამედ ყველას სახელით. ანუ ის ადამიანი მოვიდა როგორც Deep State-ის წარმომადგენელი და გვითხრა ასეთი რამ, რომ ჩვენ უნდა გვემოქმედა ამ ადამიანის მითითებების შესაბამისად. გავაგრძელოთ, მოდი. შემდეგ ქვაბში ჩაყარა ცივად მოხარშული დედლის ფეხი, ყვავის ბოქვენიდან ამომძვრალი ბუმბული, ჩააწვეთა ფასკუნჯის ცრემლი და ცეცხლზე შემოდგა. ცალკე რუბრიკა რომ გქონდეს ასეთი კონტექსტიდან ამოვარდნილები, მის ფარგლებში უსათუოდ დაუთმობდით ხოლმე ადგილს ლევან გიგინეიშვილს, რომელიც მთელი ამ დავით არაბის ფონზე ჭაბუკ ძიუდოისტთან ნაკრებს შეხვდა და ესაუბრა თემაზე ილიადა და ოდისეა. ძალიან პრიმიტიული საკითხია ბატონო ლევან, არ გეკადრებათ. არადა ბიჭები ვინც ის ელოდნენ მინიმუმ ფაუსტისა და მეფისტოფელის ურთიერთდამოკიდებულების პასაჟების განხილვას, რაც უთუოდ წაადგებოდა მათ თავიანთ სპორტულ კარიერაში. ლადო კახაძემ გაგვიზიარა საკუთარი გულის ტკივილი, საკმაოდ საინტერესო ფორმით სხვათა შორის. ციტატა. სიტყვებს ძალიან უნდა გაუფრთხილდეთო. აი ნარკოტიკს რომ ვახსენებთ ტელევიზორში, ბავშვმა რომ მოკრას ყურიო, დაინტერესდეს რა არისო, წავიდეს, გასინჯოს და დაიწყოსო. ბატონო ლადო, მე გეთანხმებით. ბავშვები არიან ძალიან მოწყვლადები. უნდა დავიცვათ და გაუფრთხილდეთ. მაგრამ ასე ძალიანაც ვინერვიულებთ, ახლა როდისმე შეიძლება ეკრანზე დინარაძეს ან კობახიძესაც მოკრან თვალი და აბას უდავღუპულვართ მაშინ. გილოცავთ მეგობრებო, საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია და მესამე ძალა გამოჩნდა, რომელმაც მედიის ცენზურის ახალი კანონი გააკრიტიკა და ასეთი რამ თქვა. შევდივართ ზედმეტ რეგულაციებში, რომელიც სახელმწიფოს საქმე არც არის
და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კიაო. Რაღაც ქიმერებს ვეკიდებით, რომლებიც პრაქტიკაში შეიძლება არათუ ძნელად შესასრულებელი, შეუსრულებელიც კი იყოსო. განაცხადა სოზარ სუბარმა. რა იყო, არ გჯერათ? მართლად ხო ხალხო? ოპოზიციონერობა არ გჯერათ, და ბოლოს არასკევს საღამოს სტუდენტი გოგონები დააკავეს იმის გამო, რომ პარლამენტის წინ სკამებზე დასხდნენ. სწორიც უქნიათ, მაგ ტერიტორიაზე სკამებზე უნდა ისხდნენ მხოლოდ დეპუტატები და სპიკერები საქართველოს ან რუსეთის ფედერაციიდან. ეს იყო გასული კვირის გადახვევა, შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში.